გამარჯობა, დღეს 2 მარტია, თქვენთან ქართველმენია და დღეს ვისაუბრებთ ჰენდიმენის შემოსავალზე, სამსახურებზე. ანუ რა ტიპის სამსახურებს სთავაზობს ჰენდიმენი აქ ადგილობრივ მოსახლეობას. მოკლედ მოვიძიე მცირე ინფორმაცია და გიზიარებთ. მცირე სამუშაო, მოკლედ სამ კატეგორიად იყოფა ჰენდიმენის საქმიანობა, ასე ვთქვათ. მცირეში რა გადის და შემოსავალსაც გეტყვით. $240-დან $1000-მდე ჯდება შემდეგი სახის სამუშაოები ჰენდიმენის მიერ შესრულებული. ტელევიზიის და ანტენების ინსტალაცია, ესე წერია. მცირედი რაღაც ავეჯის აწყობა, შეიძლება ბავშვის საწოლი იყოს ან რაღაც სამზარეულოს აწყობა დაგჭირდეთ. ფასები არის $250-დან $1000-მდე. მცირედი კოსმეტიკური რემონტი, ოღონდ რემონტი უფრო არა, გადაღებვა, აი ესე უწერია რა. დაახლოებით აი ესეთი ტიპის სამუშაოები გადის მცირე ზომის სამუშაოებში, რაც ჯდება $250-დან $1000-მდე. საშუალო სამუშაოები განისაზღვრება $1000-დან $5000 ფარგლებში და რა შედის? შედის საშხაპე სისტემის ინსტალაცია ან შეცვლა, მცირე ზომის რემონტები, ანუ მცირე ზომის შეიძლება ბეისმენტში იყოს, შეიძლება კონკრეტულად მარტო ერთ ოთახში იყოს და ასე შემდეგ. საშუალო ზომის დაუშვათ კარების შეცვლა ან რაღაც სკამის შეცვლა ან ეგეთი რაღაცეები. კოსმეტიკური რემონტი წერია, ოღონდ საშუალო ზომის. და შემდგომ უკვე large jobs, ანუ დიდი სამუშაოები, ეს არის $5000 და პლუსით. ეს არის მთლიანად აბაზანის ან სამზარეულოს შერემონტება, გაკეთება, ანუ დეინსტალაცია და ინსტალაცია, ანუ რემონტი და გადაღება და ასე შემდეგ, სრულად ყველაფერი. კიდე რა შედის? მცირე ოთახების რემონტი, როგორც ანუ ბეისმენტი. ოთახის არა, ბეისმენტი, შეიძლება ბეისმენტში 3-4 ოთახი იყოს, მთლიანად ბეისმენტის განახლება, ასე ვთქვათ, თავის კედლებით, სახუმით ჭერით, იატაკით და ასე შემდეგ. მაგრამ $5000 პლუს ეს არ ნიშნავს, რომ ესე $5000-ში რაღაც ჩაჯდები. შეიძლება $15000-იც დაჯდეს. აი ეს არის მოკლედ ის, რაც ვიპოვე ინტერნეტში და რაც მოვიძიე ჰენდიმენის სამუშაოებთან დაკავშირებით. დროებით გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დამისვით შეკითხვები და შეძლების დაგვარად გიპასუხებთ. მადლობა ნახვამდის.